Გავარჯობ მეგობრებო, მოკლედ დღეს ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრებთ. ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექით ამ სეზონის დაწყებამდე, რომელიც ერთად გადავლახეთ და უკვე მეხუთე სეზონია მაფიის დაუბერდებით ცოტა ხანში. მე ნუმატენი დაბერება ძალიან გთხოვ. შენ ყველაფერი წინ გაქვს? კი. იმედია. გულები გაუსწავლეთ ანანოს. ხო, დაალაიქეთ ეს ვიდეო აუცილებლად, იმიტომ რომ უფრო დიდ და მასშტაბურ სახეს მიიღებს, მოვიწევთ სხვა მონაწილეებსაც მაფიის, როგორც სტაფის, ასევე მოთამაშეებს, ახალ მოთამაშეებს, ახალ all-star-ებს იმედია რომ აღმოვაჩენთ და ისე რა საინტერესოა, რომ ეს სეზონი უნდა ყოფილიყო ჩვენი გადმოსახედიდან all-star-ი, თუმცა მივიღეთ უფრო დიდი სეზონი სპონსორთან კოლაბორაციაში. ბეცო სპორტი არის ამ პოდკასტის სპონსორი და მაფიისაც. პროდაქშენს აკეთებს არტურას პროდაქშენი. თუ გაქვთ რაიმე იდეა, შეგიძლიათ მიწეროთ და დაუკავშირდეთ და პროფესიონალები არიან და ჩვენი რეკომენდაცია აქვთ. და ნუ all-star-ი საინტერესო გამოცდილება იყო, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და დაგეგმილი არის ამ სეზონის შემდეგ, ხო? და სხვათა შორის, ანუ ესეთ კომენტარსაც უგებულობდი ხოლმე აი კულუარებიდან რომ G2 მაფია გაყიდა, G2 მაფია გაყიდა. G2 მაფიას გაყიდე? G2 არასდროს გაყიდის მაფიას. პატენტიც კი გააკეთა მაფიის პროექტზე, მეგობრო, მაფიის ღამე. არასდროს არ მithქვამს, უკვე 1 წელზე მეტია გვაქვს პატენტი, რომელიც მოიცავს ნებისმიერ პლატფორმაზე, ტელევიზიაში იქნება, YouTube-ზე, Facebook-ზე თუ სად, ნებისმიერ პლატფორმაზე საავტორო უფლებების ქონას მაფიის პროექტის ირგვლივ ნებისმიერი კუთხით, ნებისმიერი წესებით, ნებისმიერი პერსონაჟებით და რაღაც. ჩვენ ასევე გვაქვს ფედერაციაც, რომელსაც საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. თვითონ მაფია როგორც ასეთი სპორტი არ არსებობს ჯერჯერობით რა, მაგრამ იმედია რომ ჩვენი ძალისხმევით მომავალში სპორტადაც იქცევა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, თავის დროზე ჩავალთ ჟენევაშიც, დავარეგისტრირებთ ოფიციალურად. ჟენევაში კი არა, სიცილიაშიც მივდივართ რა, ასე რომ ვიმეს თუ არ გაქვთ სიცილიის მერის ნომერი ჩავიგდეთ ინსტაგრამზე და დაურეკავ. კალას ექნება რა, რომე კალას ექნება? ვაიმე. კაი ეს ამოჭიქათ. არა. ეს აშა. Copyright მოიცა. მაფიის არის პატრონიც. ხო. Copyright-ი რას მოიცავს? გიორგი, რომ კარგად გვითხრა? იცი რა არის, მაგაზე ლაპარაკი საერთოდ არ მინდა რა. მე მინდა ყველაფერს მოიცავს ნებისმიერი სახელით მაფიის გასტრიმობას, დადებას, ვიდეოს გადაღებას და ასე შემდეგ. G2G ყავს ძალიან კეთილშობილი ადამიანი და არავის სტრაიქს არ ადებს, მაგრამ მე შეიძლება არ ვიყო ეგეთი. ხო რა, რო იცოდეთ. რა ვიცი ვიღაცას ტელევიზიაში რომ მოუნდა. სხვათა შორის რა. ხო გააკეთეს ჩვენმა ძმაკაცებმა რა. და აი მე ჩემი კომენტარი იყო ესეთი, რომ ღმერთს მადლობა, არა ღმერთო მეთქი, რომ თავის დროზე არ მქონდა ეგ ნანახი თქო რა. თორე მაფია ეხა ისეთი არ იქნებოდა როგორც არის. წარმოგიდგენია სად ვარ გადარჩენილი. მაფიაზე არის ძალიან ბევრი ნაშრომი რა. გიორგის აქვს აი მილიონი ხელნათამაშები გატესტილი ყველანაირად. ჩვენთანაც full room-ში, რომელიც გაიხსნა უკვე ძალიან დიდი ხანია და თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ, ნუცუბიძეს და დიღომშიც. მანდ ყავს მოთამაშეები, ვისაც ვეპატიჟებოდით, რომ აი ამ ფორმატით მაფია გაიტესტათ. არა მხოლოდ ამ ფორმატით. ხან 12 ადამიანში ვათამაშეთ, ხან 11-ში. გვინდოდა რომ ისე დალაგებულიყო ეს მოგებები, წაგებები და პროცენტულობა, რომ პატიოსნები სულ გამარჯვებულები ყოფილიყვნენ 30%-ით მაფიას, იაკუძას და ზოგადად ყველა ყოფილიყო კმაყოფილი, იმიტომ რომ ჩვენ გავტესტეთ რა, აი all-star-მაც დაგვანახა და სხვა თამაშებმაც, რომ 12 ადამიანში ძალიან ბევრი იყო რა, ძალიან პატიოსნების ძალა იყო ძალიან დიდი რა 12 ადამიანში. მე გადავიდით 11 ადამიანში. ანუ ჩაგერთვები, მაფია იმიტომ არის წარმატებული, რომ აქ მაფიის უკან არის ძალიან ბევრი ადამიანი. თვითონ ნებისმიერი სტუმარი, ვინც ერთხელ მაინც მოსულა, ყველა იუთუბერი, ვინც ერთხელ მაინც მოსულა მაფიის პროექტში. ჩათვალეთ, რომ ყველა ეს ადამიანი დგას ამ პროექტის უკან რა.
და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანების ჩართულობა. ჩვენი ყველა მოთამაშე ვინც აქ მოდის, ან ონლაინ კომენტარს გვიწერს, ან თქვენ აზრებს გვიზიარებთ Facebook ჯგუფში ასე შემდეგ, აი როგორ ითვალისწინებს გიორგი იცით ამას, აი საოცრად რა და მაგიტო იმსახურებს ჯერ მარტო იმას, რომ სპორტის სახეობა ჩამოყალიბდეს. ჩემი აზრით არის კიდევაც სპორტი, იმიტომ რომ სპორტი იქნება ნებისმიერი თამაში, რომელშიც არის ლოგიკები, რაღაცას ესე პირად და ემოციურად კი არის თამაშები, იქნება იქ ლოგიკა, იქნება იქ მათემატიკური მსჯელობა, სპორტულობა, азарტი, ინტელექტი. მაფია უკვე ამ სახით არის მართლაც რომ სპორტი და ამას აუცილებლად დაარეგისტრირებს, როცა მოიცვლის. კი, დარეგისტრირებული უკვე არის საქართველოში, მაგრამ აუცილებელი არის ჟენევას და ეგეც მოიცვით. აი სეზონს რო დავამთავრებთ, აუცილებლად რა. ეს სამართლიანობაზე რაც შეეხება თან All-Stars თემაზე რა. შემდეგი სეზონი All-Stars გვინდოდა რომ 11 კაცში გადაგვეტანა და ყოფილიყო სერიულს ქონდა ერთი ქილი რა. ჩვენ ამაზე Full Room Mafia-ს ჩვენ სივრცეში ტესტავდით და დაახლოებით 100 თამაში ვითამაშეთ, სადაც მივიღეთ შედეგები გამოცდილ მაგიდაზე, რომ ძალიან თანაფარდობა იყო, ძალიან კარგი რა. თუმცა მეხუთე სეზონისთვის ჭირდებოდა უფრო მეტი შოუ, უფრო მეტი азарტი, უფრო მეტი დაძაბულობა, მე მგონი ეს მივიღეთ და უკვე 3 ეპიზოდი არის ჩაწერილი და ჯერ არაფერი გვინახავს, აქ ყოველდღე ისეთ თამაშები მიდის, იაკუძას მოგებები და ასე შემდეგ, გადაცემაშიც ვნახეთ, მაგრამ ბევრი იმდენი ვარიაცია მივიღეთ, რაც უფრო მეტად საინტერესოს, უფრო მეტად ჩამთრევს და უფრო მეტად სანახაობრივს ხდის რა. და ვიტყვი უცებ რა, მე მინდა მომავალში რომ კონდეს ასე თქვათ არჩევანი არა მარტო აქ, არამედ გადაცემაშიც სხვადასხვა ტიპების გავაკეთოთ როგორც იაკუძას სეზონები, გავაკეთოთ როგორც სერიული სეზონები, ან რაღაც პროექტები, ან თამაშები, ან ტურნირები რა და ასევე არსებობს კიდევ კლასიკური მაფია, სადაც არც ექიმი არის, სადაც არც ეს არის რა ქვია. არც სერიული, არც იაკუძა, არც სამი მაფიოზი ერთი დეტექტივი. ადამიანში თამაშდება და მე და ანანოს ღამეები გვაქვს გათენებული თავის დროზე რა. კოპალას, მე ჯითუჯის და მაქედან ვიცით რეალურად ძალიან გვიყვარდა ეს პერიოდი. გვიყვარს კიდევ. აი ხა 5000-ზე მეტ თამაშს რო ითამაშებ, მე მგონი რომ რაღაცას ისწავლე რა, მაგრამ ექიმობას ვერ ისწავლე, ვერას დროს რა. აი ეგ ვისწავლე, რომ ვერ ისწავლე. მე რაღაცას ვიტყვი რა, ძალიან ბევრი ადამიანია, ალბათ ვინც გვიყურებს ევასებად, მაგრამ თამაში იმდენად არ გამოძის მაფიის როლში ისტრესება და იაკუზა მაგით ვასწორებს რა. ეხა პირდაპირ ესე ძალიან გულწრფელად რო გელაპარაკოთ, რომ შენ გარდა სხვებიც რო არიან ცუდები, რაღაცნაირად სტრესი გეხსნება და უფრო მშვიდად თამაშობ რა. აქამდე თუ მარტო მაფია იყო ცუდი ტიპი, ეხა იაკუზა ცუდი ტიპია და უფრო მშვიდად ხარ რა და ვინც გამოუცდელია, ამ ფორმატში თამაში უფრო გაუსწორდება, ვიდრე თუნდაც ძველში, იმიტომ რომ ძველში ძალიან შებოჭილები იყვნენ ხოლმე, როცა მაფია ამოდიოდა. მარტო სამი მაფიოზი, ეხა ვიღაცა კიდე სხვა რო არის, ვიღაცა შეტანი შეტენი რა რომ მე არა ჩემოძო. კი, რაც უფრო მეტი როლი არის, უფრო მეტი ალგორითმი ხდება და თუ კარგად დაბალანსებული იქნება. აი ჟურნალისტი და რაღაცეები, იმიტომ არ დავამატეთ ეს როლები, ადვოკატიო. ბალანსი ირევა რა. აბსურდში გადა. სპორტის სახეს კარგავს მაგას. იკარგება რა. ლოგიკები იკარგება, იმსხრევა. რაღაცა ისეთი მოხდება, რომ შენ რო დეტექტივი ხარ და ის ადვოკატმა გადაგირჩინა რაღაცა, სიგიჟე არის რა. ხო და თუმცა გენც გვითამაშია ბევრჯერ. იაკუძაზე ქონდა მეორე სეზონის შემდეგ საუბარი რა. ოღონდ ეს იდეა იყო ძალიან დაუმუშავებელი BGR Gaming-ის სასტავი, გორგასალის სასტავი, როდესაც მე მეორე სეზონის ფინალის მერე მე და ლაშა ვიყავით მაგ ჩვენ მეგობრებთან ერთად და ისეო გიფიქრიაო რომ მეორე მაფიაც იყოსო და ეთქი ხო არ მეღადავები გაგიჯდი ჩე და რაზიტყვა გააძრე სიგიჟეები ზუსტად სიგიჟეები ხდება დღეს რა მაშინ იმ დროს არ იყო არც ეგ იდეა დამუშავებული და მაგას ძალიან ბევრი ვიშრომეთ არ იყო არც დამუშავებული და არც ითხოვდა მაგას თემა დღეს უკვე ითხოვდა და მივიღეთ სხვათა შორის პირველი ფიდბექი ძალიან კარგი გქონდა რა იაკუძაზე მაყურებლის მხრიდან იყო რაღაც კომენტარები რომ ცოტათი მეტად წელავდა ის პირველ ღამეზე არ სიკვდილი მაგრამ უფრო მეტად სამართლიანს ხდის, უფრო თავიდან. მაგრამ თქვენს გაგიწორდება, თქვენ რო არ მოკვდებით პირველ ღამეს, აი თამაშეთ და მიხვდებით. თავიდან გავტესტავდით ისე რომ
პირველ ღამეს კვდებოდა და სულ შავი კარტი იგებდა, პატიოსნები ფიზიკურად ვერ იგებდნენ და ბოლოს მივხვდით რომ რაღაცა უნდა შეგვეშვა. ანუ ან პირველ ღამეს არ უნდა მოგვიკლა, ან ერთი პატიოსანი უნდა დაგვემატებინა და ეხლა ჩვენ წარმოიდგინეთ ჩვენი პროექტის მხრიდანაც და ისე თამაშის მხრიდანაც ადამიანი მოდის, რაღაცა აი ჯენგო გამოდიოდა ამდენ კილომეტრს, ჩამოდიოდა პირველ ღამეს მოკვდებოდა, საშინელება იყო რა. ხო და ისევ გადაწყვეტეთ რომ პირველ ღამეს არ მომკვდარიყო არავინ და სტრესის გარეშე ეთამაშა ყველას. კიდე მაგ შენთან ერთი კითხვა, შენ რას ფიქრობ, აი მაფიის ყველაზე იდეალური განვითარება რა იქნება რა? აი სად გადაღება რა გარემოში? მე შეიძლება ვიტირო ახლა რა. და მინდა რომ აი ახლა ფაქტიურად თავი ვიგრძენი როგორც პროფილის მონაწილე და ეს რა იქვა? მაია, ანალოგი არა მაია. დაკლიპეთ ეს მონაკვეთი მეგობრებო. ერთ-ერთი განმოგეთ, თორე არ უნდა გიკლიპოს. ხო, აი თავის დროზე მე ვოცნებობდი რომ მაფია იმ დონემდე განვითარებულიყო რომ გაგვეთამაშებინა სიცილიის საგზური. და დღეს უკვე ჩვენ ვნატრობთ და ვოცნებობთ იმაზე და უკვე ძალიან მაგარი ნაბიჯები არის გადადგმული რომ მაფია ჩატარდეს ფინალი სიცილიაზე რა. ასე რომ იმედია ყველაფერი გამოვა. მე მეუბნები რომ კომოსტვა უფრო ლამაზია და მან წავიდეთ მექი, მაგრამ ამას სიცილია უნდა და წავიდეთ სიცილიაზე რა პრობლემაა. კორლეონეში უნდა იყოს აუცილებლად. და მაგისთვის რა გჭირდება მან რო წავიდე? პალერმოს ქუჩები მომწონს ძალიან. რა გჭირდება მაგისთვის? ფულის არა, ჩვენ აუცილებლად გჭირდება ტურისტული კომპანიები, რომ გამოგვეხმაუროთ და ძალიან პროდუქტიულ თანამშრომლობას გთავაზობთ. 12 მონაწილე თავის წამყვანიანად, სტაფიანად მე არ დამტოვოთ ეხა იქ სადღაც თერქაზე რომ წავიდეთ სიცილიაზე. მოვინახულოთ ის ადგილები, სადაც ეს შედევრი იყო გადაღებული. ვლოგები, წინა კამპანია, პოსტ-კამპანია, ჯგუფი, დარჩენილი არის რამდენი ეპიზოდი? 9 ან 10. გვაქვს დრო, თქვენს გააჩნია როგორ შევთანხმდებით და მთლიანი კამპანია ამაგის გაკეთება რო არ გვეშლება კარგად იცით, ასე რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თუ გადამეკეტა, შეიძლება თქვენ გარეშე წავიდეთ. ეხლა რეალურად თქვენ გაძლევთ შანსს, თქვენზე შეტკივა გული რა, ფული რაღაცაა რა. იცი ამ თანამშრომლობის ეს თანამშრომლობა იმდენად მომგებიანი არის ტურისტული კომპანიისთვის, რომ ხო არ დავაარსო ტურისტული კომპანია. აუ მე დავაარსებდი შენ ადგილას რა. აი მართლა ოღონდ. წარმოიდგინეთ რა. არა, სოსო წავიყვანო. სოსო იყო შენი ინფლუენსერი და წავიყვანოთ ხოლმე. არა, ღმერთო. ეხლა სამხრეთ კორეაში წავიყვანო. სამხრეთ. სიცილიაზე არ ყოფილა სოსო. ხო და წავიყვანთ, რა პრობლემაა? ჯერ MVP უნდა გახდეს. რამე დიყურები კომპანია MVP ვერაზე. თუ შენ არ იქნები, ხო? ანუ წარმოიდგინეთ რა, კომპანია ხარ, ეს ამდენი ინფლუენსერი მიყავს, ყველა ცალკე ვლოგს იღებს, TikTok-ს, თორები, ისინი, მე ჯგუფში აქტიურობა, აი, რაღაცა სიგიჟია, მართლა მე რომ მქონდეს ჩემი ტურისტული, წავიყვანდი, ამას დავტოვებდი თემქაზე, დანარჩენებს ყველას წავიყვანდი. მე მაქვს ერთი კითხვა კიდე შენთან რა, რა გაკეთებია მაფიაში ისეთი, რითიც ყველაზე მეტად ამოყოფ. აბა პროფილში ვართ. ეხლა უნდა რომ რეალურად აქ მე არ უნდა მჯდარიყავი რაღაცა დეკორაციასავე ჩამოვჯექი. მარტო უნდა ელაპარაკა რა და დაუწერეთ რომ არ ილაპარაკო მარტო ანუ მოიყვანე ხოლმე. ბიჭო, ეს კონკრეტულად არ ვიცი და ხალხმა დაწეროს რა. მე ვფიქრობ რომ მაფია არის ნომერ პირველი პროექტი სტუმრების სიმრავლით. თუ არ ვწდები 200-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა მხოლოდ ლაივში და ონლაინში უფრო მეტი იყო. იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან უჭირთ ჩამოსვლა სიცილიიდან, ნორვეგიიდან, ვერ გვიერთდებიან რა. ხო და ეგ არის რა, გაერთიანება. ხო, მე ეგრე ვფიქრობ. დამეგობრება არის ყველაზე დიდი რაღაცა, რაშიც წვლილი ძალიან დიდი მიგიწვის. მეხუთე სეზონი დავიწყეთ ძალიან მეხუთე სეზონის დაწყების დროს გვინდოდა რომ ყველაფერი მოგვესწრო რა, ელემენტარულად კატანები ქონოდა და ძალიან დიდი კითხვა ისმოდა საუნდტრეკზე. ხო. პირდაპირ გეტყვით ნინო როტა არის
გენიოსი და არავის იმის პრეტენზია არ ქონია, რომ ჩვენ ახალი საუნდტრეკი შეგვექმნა რა, მაფიის გამორიცხულია. თუმცა ვერსიას, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით რა, ეგ იყო რაღაც პიანო ვერსია, რომელსაც არც ბასი ქონდა, არც რაღაც არანჟირება ქონდა. ორიგინალიც არ იყო. უბრალოდ პიანინოზე დაკრული იყო, იმიტომ იყო ეგ აღებული, რომ რაღაც კოპირაითი არ დაგვდებოდა რა და მე YouTube-ს უკან არ წაეწია ეს ვიდეო, არ დაეჩაგრა და ასე შემდეგ. ამ კოპირაიტს მაინც აგდებდა ხოლმე რა, ღამე. და ზოგადად ამ მუსიკას გაფორმების გამო არ ვიყენებდით. ვიყენებდით იმიტომ, რომ თამაშის დროს ხმაური გადაეფარა. იმდენად დაბალი მუსიკა იყო და იმდენად ცუდი იყო რა, აქამდე რაც ვიყენებდით, რომ ვერც ხმაურს ფარავდა. მაინც ნოტიფიკაცია კოპირაითი გვედებოდა რა და ძალიან გვიშლიდა. აი წარმოვიდგინე, რომ წინა დღით გაქვს უკვე მზა. ატვის թե YouTube-ზე და ამოაგდო claim-ი რა, რომელიც ჩაგრავს ყველანაირად ჩვენ ვიდეოს და უკანწევს. ანუ მონეტიზაციას მარტო ფულის გამო კი არ ვაფშე არ ჭირდება ფული რა. YouTube-ი აქცევს ყურადღებას იმ ვიდეოებს, სადაც ფულს შოულობს თვითონ რა. თავარი YouTube-იანი და მე კრეატორი რა, ძალიან პროცენტები მოდის კრეატორთა რა. მე თუ არა საქართველოში. ხო და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. პირველ რიგში პრობლემა მოგვეგვარებინა და არა ის ამბიცია, რომ ახალი სიმღერა თან უფრო მეტად თემატური გამხდარიყო და იაპონური სტილი და ასე ვთქვათ, ხმლების საუნდ ეფექტებია და ბევრი რაღაც რა. ხმაც მინიმუშავა საუნდ და უდიდესი შრომა გასწია ჰარუტოს მადლობა კიდევ ერთხელ რომ მე გამიძლო იმიტომ რომ წარმოდგენა არ ქონდა აი ეხლა აქ რო რაღაცა ისმის რა არის აი გამოიღე თუ შეიძლება და საშინელებები იყო კი ბოლოს მივიღეთ ისეთი ვერსია რომ ღამე ფაჩუნები არ არის მის და კარგი ბასი არის თუმცა production-ის კუთხით აი არტურა მიცის რომ მაგ ხმაურში სადაც sound სისტემა 5 და 1 არის თელ ოთახში და თელიანუ ძალიან ხმამაღლა არის. ჩემი ხმაც უნდა ისმოდეს და ამ ხმაში არ უნდა შემოდიოდეს მიკროფონში არ უნდა შემოდიოდეს ეგ ბასი რა და ეგ ხმაური და ორივე რო იყოს შეუძლებელი არის რა. თავარი მაგ მუსიკის მუღამი არის რომ ხმაური გადაფაროს რა. რაც იდეალურად გამოდის. მოთამაშეებმა ვიღაცების ფაჩუნები არ გაიგონ და მე არ დაიწყონ რომ აი ეს გამოძრავდა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო ხოლმე და ანუ უაზრობა იყო, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ გავხმაურდე და არ ვიყო მაფიოზი რა. ხო და ეგეთი არგუმენტები რომ საერთოდ არ ყოფილიყო მაგიზაზე, მაგიტომ შეიცვალა მუსიკა. ჩემი აზრით ძალიან მაგარი მუსიკა. ანუ რეალურად ეს მუსიკა ბევრად უფრო დრაივიანი და ბევრად უფრო მაგარია. ეხლა იქ გადაცემაში ხმას უწევს ხოლმე production-ი, ანუ ხმას დაბლა უწევენ და მე ქვენამდე მოდის ცუდი ხარისხის მუსიკა რა. თორე ბევრად უფრო დრაივიანი და მაგარია და უფრო გამზადებს სათამაშოს. ხო რომ მოგასმენოთ ის ორიგინალი რაც ჩვენ გქონდა აქამდე რა. დაგეძინებოთ ხამე და ვეღარ გაიღვიძებთ დეტექტივი იქნებით. ან იქ მეხუთე სეზონისთვის არც ერთი კომენტარი არ მინახავს რომ ყოჩა ინტერვიუები ამოიღეთ. იცი რა არის როცა ხალხს არ ძველი სტილის ინტერვიუები ხო არ დავამატოთ? მე როგორც მაყურებელს არ მინდა რომ დაემატოს ისევ გადაცემაში იგივე ინტერვიუები, რასაც ცალკე უყურებდი. არც ერთი კომენტარი არ ყოფილა რომ აუ რა გააკეთეთ, როგორ გვაღირსეთ და ამოიღეთ. აქამდე იწერებოდა 500 კომენტარი და 300 ეგ იყო. ინტერვიუები ამოიღეთ, მაგრამ ხა ჩვენ ხო ვიცით რა რეალურად ხალხი იმას ნაკლებად წერს, რაც მოწონს რა. რაც არ მოწონს, იმას უფრო ხშირად წერენ. ნეგატივი უფრო მეტი მოდის. მეგობრებო რა. ანუ მე ვარ მომხრე რომ YouTube-ზე წახალისდეს დადებითი კომენტარები რა გჭირს. ნუ გეზარებათ. მეც რაღაცა დადებითი თქმა მინდა. მინდა რომ კომენტარებზე პასუხი გადავიღო ცალკე რა. ხო. ესე ძალიან ოღონდ მაგისთვის ჰეიტ კომენტარები გჭირდება. რომელსაც მე ვშლი და ვაფშე არ მაინტერესებს ვიღაცები, ვინც ამბობენ რომ ციხვის თავისუფლება. სახში ადგება და რა. მე სახში ვადგები კატანები. რა, ჩენო წერეთ? ხო. ჯითუს ქუდის კონტენტი არის ჩემი ერთ-ერთი საამაყო პროექტი, რაც მაფიის პარალელურად განვითარდა უკვე მეოთხე ეპიზოდი არის და ამას რო არა ლენკა და ელოშა მე მგონი ასეთი ვერ იქნებოდა ვერასდროს რა. იყო იდეა გქონდა რომ ის ინტერვიუები რაც იყო უნდა განვითარებულიყო. კი, ლაშა, ანანო, მე მაგაზე ცალსახად ვთანხმდებოდით რომ რაღაცა ეს უნდა აგვეღო, ცალკე უნდა გაგვეტანა და შეცვლილიყო ფორმატი, მაგრამ თავიდან ბოლომდე ეს ლენკას და ელოშას დამსახურება არის და კიდევ რა მომწონს იცი?
ინტროდაქშენები, წარდგენები რა. ინტროდაქშენების იდეა მქონდა ყველას რა და მე მქონდა ესეთი იდეა რომ მახსოვს ხოლმე ჰიტას ხონდა ბლოგები რა და ძერს ედებოდა ხოლმე გამომწერები და რაღაცები ეწერებოდა და მუღავი მქონდა რომ დასტოპებული იყო ეს ინტროდაქშენის დროს ტიპი და რაღაცა სასაცილო გამოსულიყო და ამ სასაცილოებს ძალიან მაგრად წერს ხოლმე ელოშას ხუმრობებია და ასლანაც მაგრად აედიტებს და საბოლოო ჯამში აი ძალიან ყველა არის ჩართული რა და ძალიან ასწორებს რა მაგრად ხალისო მაგ ინტროდაქშენებზე შენი ფავორიტი რომელი იყო? ანუ ყველა მაგარი არის რა. რავი, 5.5 დრონის სიმაღლე და რავი, ანუ Minecraft-ის 15 წერაქვი და რავი, სიმაღლე რამდენი და 160 მეტრი და რაღაც მეტრად 60 თუ რაღაც რა. მაგარია. ძალიან кайფობ ხოლმე მაგ ინტროდაქშენებში. და აი, ვიღაცები ხო მეორდებიან მონაწილეები და სულ ახალ-ახალია ყოჩაღელოჩოს. აი, როდის ამოიწურება, ეგ მაინტერესებს და მაგებს წინასწარ მე არ ვნახულობ რა, თორე ვიღაცაზე ვიტყვი რომ ეს არ ჩასვათ. და მოკლედ რაღაც შეიძლება დავაკენსელოთ. რაღაცა დავაკენსელეთ. სოსო ვაკრუგ. სოსო ვაკრუგ ვიობეთ, კი რა შუაშია შეიძლება? ანუ ეგ ალბათ იქ რო იყო წასული მაგ. ავენშია ბრატა მაგიდა. მონაწილეებს რაც შეეხება, ჩვენ უკვე ახსენეთ რომ 200-ზე მეტი თუ ნაკლები თუ 200-მდეა თუ 200-ზე მეტი არის, არ ვიცი მონაწილეები, მაგრამ ამ სეზონში უკვე ყავდა 4 ეპიზოდში თუ არ ვწდები 10 ისეთი ადამიანი, ვისაც აქამდე არასდროს არ უთამაშია და ვის გამოყოფდი და შემდეგ ეპიზოდში ვის მოიწვევდი აქ პოდკასტში, რომ უფრო უკეთ გავიცნოთ მაფიის კუთხით, იმიტომ რომ ჩვენი ბევრი სტუმარი, ვინც მერე გადაცემაში მოდის, ხშირად მოდიან ხოლმე ამ სივრცეში და თამაშობენ თავიანთ მეგობრებთან ან უცხო ხალხთანაც რა. და ვის გამოარჩევთ შენ? ჩემი ფავორიტი, ჩემი მაფიოზი იყო ლინაკო, რომელმაც წინა სეზონზე ითამაშა და ძალიან მაგარი გოგოა და ძალიან კაი პროგრესი აქვს. მუცაც გამოარჩევდი, რომელმაც მითხრა რომ ძალიან ხშირად თამაშობ ხოლმეო. ანი ლოლაძესთან ერთად თამაშობს და არ დასცალდა ჩემი აზრით თავის გამოვლენა და კარგად თამაში არ დასცალდა, მოკვდა ეგრევე, ამიტომ აუცილებლად მოვიყვანდი პოდკასტში, ძალიან გვინდა რომ პოდკასტები დავიწყოთ, აი კარგი პოდკასტები გაიცანი, მაფიოზი გაიცანი, მოთამაშე რაღაც ესე რა, იმიტომ რომ მაფიას რო თამაშობს ადამიანი შეიძლება იქ რაღაცამ არ გაუმართლოს ის, ან თუნდაც მაგრად ითამაშოს და ბევრად უფრო საინტერესო ტიპი იყოს, ესე პირადად რა და ანუ მაფიის უმუღამი გადაცემის იყო თავიდან რომ დავიწყეთ ის რომ ეს 12-11 ადამიანი ხალხისთვის გაგვეცნო რა და ერთმანეთის აუდიტორიას გაეცნო ერთმანეთი რა. ხვდებით, ანუ ერთი ადამიანი ქართული YouTube-ი რა. და ეხლა ჩვენ როდესაც ინტერვიუებიც აღარ გვაქვს ეპიზოდში რა. ეგ არის ძალიან ცუდი რა. იმიტომ იყო აქამდე რომ ადამიანი მე ვარ გიორგი და დამთავრებული მაქვს ინფორმატიკა, ეგ საინტერესოა რა, უნდა ვიღაც ეთქვა. და ამიტომ გვინდა რომ ეხლა უფრო მეტი კონტექსტი გავაკეთოთ მაფიის მიღმაც რა, G2 School-ი, პოდკასტი, მაპკასტი. მაპკასტი სიტყვა არ გამაგონო. ხო, ვიღაცამა შეიძლება დაწერონ რომ აუ იმდენი პოდკასტია რომ არ ვიცი რა. მე ყველა პოდკასტის მაყურებელი ვარ, დაჟე სპორტულ პოდკასტებს უყურებ ისე მევასება. მე მგონი მარიამ დარსალიამ დაწერა რომ ოქტოპუსის რა თქვა? ოქტოპუს კადიო თუ რაღაც აკეთებდა. ჰა? ოქტოკადი თუ რაღაც რა. აღარ მახსოვს რა ასაკეთებდნენ, მაგრამ ოქტოპუსის მოპარე იდეა პოდკასტი. არა. ხო და გიორგიმ დაუკომენტარა კალატოსმა რომ ყველას პოდკასტი აქვს და კიდე პოდკასტიო ძალიან ნამეტანიაო რა და არა გიორგი მე ჩემი აზრით ადრე დავაკომენტარე მაგ პოდკასტზე რომ ყველა არხს უნდა კონდეს ცალკე მასეთი პოდკასტი თქო რა თუ აქვს მაგის ფუფუნება და თუ შეუძლია მაგის დრო თუ არის რა ასე რომ ძალიან მიხარია სოციალურ გუნდიშამ რო დაიწყო ახალი პოდკასტი რა ბიჭო ასწორებს ხო ვიცნობ იმათ სხვა ვიდეოებიდან რეალურ ცხოვრებაში უსაყვარლესი ტიპები მაგრამ რო ზიხარ ანუ ძალიან საინტერესოა როგორ კითხვებს მოიფიქრებს წამყვანი ძალიან საინტერესოა როგორ უპასუხებს კითხვებს ანუ ყველაფერი საინტერესოა წამყვანობაც საინტერესოა და სტუმრობაც ძალიან საინტერესოა თან ჩემი აზრით პოდკასტში უფრო მარტივად მოვლენ სტუმრები, ვიდრე თვითონ მაფიის სათამაშოდ. მაფიის სათამაშოდ ფრიანობენ და ნერვიულობენ და ის და აქ მოვა დაჯდება და გულწრფელად ისაუბრებს თავის თავზე და გაიცნობა მაყურებელს. რა ძალიან მაგარია ზმაო და დაწერთ კომენტარებში წინა თამაშებიდან ვინ მოვიყვანოთ პოდკასტში. კი, გამეორება ცოდნის დედაა და აუცილებლად გვინდა რომ
პირველად თამაში ძალიან რთული არის რა. ჩვენ კი სატესტოს ვათამაშებთ ხოლმე, მაგრამ ურთულესი არის რა და ახალი სტუმრებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად და ეგ ხარდაჭერა გამოუცხადოთ ყველა ახალ მოთამაშეს, მიუცეთ მეორე შანსიც, მაგალითად ბოლოთა მეორეთაც ყავდა და მესამე და აღარ მოვა. არა, ბოლოდა მაგრამ თამაშობს მართლა რა. ოღონდ ძალიან უბრალოდ არგუმენტებს უსმენს და რა ვქნა, ეხლა კარგი არგუმენტები თუ მგონი. ძალიან ბევრს მინდა მოგმართოთ პირდაპირ, ძალიან ბევრმა დააბულინგეთ ბოლოთა და ბოლოთა რო არა ეს ბოლოთა რო არ ყოფილიყო, სხვა ადამიანზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა. ასე რომ გთხოვთ რომ ასე აღარ მოიქცეთ. და ელემენტარულად ის კომენტარი ეს მეორეთ აღარ მოიწვიო, ესეც კი არ არის საჭირო. დამიჯერეთ რომ ჩემზე კარგად არც ერთმა არ იცით მაფიის თემა. ჩვენ მეგობრებთან ერთად, ჩემ მეგობრებთან ერთად ვღადაობდი და ვამბობდი რომ მაფიაზე მე რომ აქვს ნაფიქრი, მეთქი არავის არასდროს არ უფიქრია, მაგდენი ჯამში თქო რა. ხო და რაღაცები მესმის, ვიცი, ვითვალისწინებ, არ არის საჭირო რომ ნახე უკვე არაკორექტული არის რა, ეს მეორეთ აღარ მოიწვიო. მე ვიცი ვინ უნდა მოვიწვიო, ვინ არ მოვიწვიო, ვის გაუსწორდება, ვის მეორე შანსი უნდა მივცეთ. ეს არ არის სპორტი, კიდევ ასე ვთქვათ, უნდა იცოდეთ რა. ჩვენ სპორტი და შოუ გავყავით შუაზე, ასე. ცაცალკე რა. შოუ არის ეს ჩვეულებრივი სეზონები და ოლსტარები და ტურნირები ცალკე იქნება რა. თან ყველა თამაში კარგად ვერ წაგივა რა. თქვენ გევასებათ პატიოსანი მოქალაქე ვიღაცებს კარგად რომ პოულობს. ბანოვა ყოველთვის მოგიწევს. 10 თამაშიდან მინიმუმ 3ჯერ აუცილებლად იბანავებ. ბანაობის ტერმინი არის რომ ვერაფერს რო ვერ გაარტყავ და რომ ამხელა წნეხი მოთამაშეებზე ძალიან არაკორექტულია და მე ძალიან მინდა რომ YouTube-ი არ იყოს მაფიის სხვა პროექტი სოციალური გამვითარდეს. ქსელებივით ტოქსიკური და რას ვაკეთებთ შემოდივართ და ცუდ კომენტარებს წერთ რა პონტია. TikTok-ზე ამბობენ ხოლმე რომ ტოქსიკური პლატფორმაო და მე YouTube-ს ხდით ტოქსიკურს, აი ხო არასწორია რა, არ მოსულა რა. YouTube-ზე მით უმეტეს არ მოსულა. თუ მაფიის განვითარება გინდათ ესეთ კომენტარები არ მოსულა რა. ნენდეთ, მომყევით. აი იმის თქმას რომ ვახომ რა ცუდად ითამაშა, ხო ჯობია დაწერო, საბამ რა კარგად ითამაშა. ანუ რა საჭიროა ესეთი კომენტარი არ დაიწერება, მიხვდება, ვა, არავინ არ მაგებს. ვახო სხვათა შორის ძალიან ხშირად დადის ხოლმე და სტუმრობს და თამაშობს ხოლმე და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იაკუძას თამაშები ითამაშა რა. კადრს მიხდა. სამწუხაროდ ძალიან ხშირად როცა არგუმენტს უსმენს ადამიანი ცოტა იჩაგრება, იმიტომ რომ ახლა ემოციურად რა თქმა უნდა ნიკა იყო იქ მაშინ დეტექტივი რა, მაგრამ ეს ადამიანი უსმენდა არგუმენტებსაც და ჩემი აზრით ახლა ჩემი მაფიიდან გამომდინარე ცუდად არ მითამაშია რომ ეგრე ხელაღებით გეთუყვეთ რომ ვაუ ვახო როგორ ვერ მივხვდი რომ ანანო მაფიოზი იყო, ასე რომ აქეთ ამ მხრიდან შეხედეთ ხოლმე. ხო, თან ბოლო-ბოლო რატო არ გვდება და რაღაც რა. ანუ ჩვენ გვინდა ასევე რომ თამაშების განხილვები ცალკე გავაკეთოთ და ამაზე ვმუშაობთ. აუცილებლად გავაკეთებთ ამას დეტალურ თამაშის რეაქტები რა. აი თითოეული თამაშის მერე რაც სასაცილოა მაგაზე ხაზგასმაც და თვითონ თამაშზე ორიენტირებას. წინა სეზონში ვაკეთებდით ოღონდ 4 და 3 თამაშს განვიხილავდით ერთად რა და თქვენ ზეპირად არ გახსოვთ ხა ეგ თამაშები და ვერც ვერავინ ვერ მოგთხოვთ რომ გახსოვდეთ და ეხლა ვფიქრობთ რომ თითოეული თამაშის მერე რაღაცა დრო გამოვყოთ ყოველ კვირას იმ დროს დაითოს ან თამაშის განხილვა ან რეაქცია რა და თქვენს დაგვიწერეთ რას ფიქრობთ როგორ შეცვლიდით რას დაამატებდით და ასე შემდეგ. კიდევ ერთ-ერთი ისეთი კითხვა არის ხოლმე აი ამას რატო არ იწევთ რა ზოგადად ანუ რო იცოდეთ ანანოს ეხება ეგ თემა და რატო არ იწევ ხოლმე მაგალითად კაცებს მე ანუ სქესი არა ვიყოდე რამე მე გამოდივარ ხოლმე და მაგ კომენტარებს ქალბატონები მობრძანდით ძალიან უჭირს ამ სეზონზე გოგოები ძალიან წამოიწევენ ყატო იყო მაგარი მოთამაშე ძალიან და კიდე მოვიყვანთ აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო შოგუნი დადგა მაგ კომენტარებს ვკითხულობ ხო იცით რომ მე ყველა კომენტარებს ვკითხულობ თუ კარგს არ აქვს მნიშვნელობა მაგასაც ვკითხულობ ვინ გინდათ რომ მოვიყვანო და ასე შემდეგ ხანდახან არ ცალია ხალხს ხანდახან ამ ფორმატში თავის ნახვა არ უნდა ხალხს რა. ანუ არ არის მარტო ისე რომ პოდკასტი იყოს მოვიდე, ვითამაშო, წავიდე, ჩემზე ვილაპარაკო. ეს არის ძალიან რთული თამაში. ანუ მართლა რთულია და აი თქვენ მიხვიდოდით რასაც როდისში ეგრე მარტივად ვერ დაგეთახმები ვერანაირად, იმიტომ რომ ნებისმიერს შეუძლია რომ მაფიის პროექტში მოვიდეს და პირველად ითამაშოს.
ანუ ერთხელ მე მაგაში გეთანხმები. მონაწილეობა მაგაში არ გეთანხმები. მესმის ძმაო. ეგრე გეთანხმები აბსოლუტურად თან პროექტში, რომელიც ემსახურება ქართული YouTube-ის განვითარებას. გეთანხმები? თუ ყველა მოვა ოდესმე. შენ თუ ხარ YouTuber-ი და ამ პროექტში არიღებ მონაწილეობას, რაღაცა არასწორი არის რა. ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც არ მოსულან აქამდე მაფიაში, სხვანაირად დადგომიან ამ პროექტს გვერდით. მაგალითად, Go Let's Play. მე ბევრი მახსოვს ომარისგან ამ პროექტის მხარდას. ანუ იქ სადამდე მივდიოდი, რომ ეს ხალხი ნელ-ნელა უჯდება თამაშს, უყურებს და შეიძლება პირველ სეზონში თუ არა მეოთხეში მოვიდეს და მეხუთეში. ოკეი, იმედი მაქვს. აი, მართლა რა, ეხლა თუნდაც ჩემ გამოცდილებას ვიტყვი, თიმა ჭავანი ეს მოყვანა მინდა ძალიან, იმიტომ რომ უსაყვარლესი გოგოა და ჩემი აზრით კარგი იქნება რომ მოვიყვანოთ და მითხრა რომ მე ნერვიულობ, მოდი ვუყურებ, კარგად ვისწავლი და მე მოვალ მერე და ყველა ეპიზოდის მერე წერს ხოლმე რომ ვა, რაღაცებს ვამუღამებ რა. ანუ ძალიან მივესალმებით ეგეთ რაღაცას. გავხსენით სივრცე, სადაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ და ყველა დაპატიჟებული მყავს მეგობრებთან ერთად. სხვათა შორის ანუ ძალიან ბევრი კომპანიები დადიან, კომპანიებიდან ვსტუმრობენ, ასე ვთქვათ, და თანამშრომლები, ასე ვთქვათ, რა ქვია მაგ სიტყვას? Team building-ი აქვთ ხოლმე ხშირად და ძალიან ხალისობენ. team building-ის ნაცვლად მე ჭამენ ერთმანეთს, რომ შენ როგორ ვერ გაი? ნეტა სამსახურიდან თუ უშვებენ მაფიის გამო? შენ გაუშვებდი. ეგერე ყავს დათხოვილი ყველა. მეც ერთი ხუჯერ ვყავარ გაგდებული. არა, ცოტა. არ მყოლია საერთოდ. მოკლედ იმის თქმა მინდაო რომ team building-ი თუ გინდათ კომპანიებშიო, ფულრუმ მაფიაში მოდით დიდი დიღომში, მირიან მეფის 31-ჯერ ნუცუბიძეზეო. კიდევ არის. და დაალაიქეთ რა ძალიან გთხოვთ. მე ვდებ ხოლმე კონტაქტს და ფულრუმ მაფია გამოიწერეთ. ძალიან ხშირად დასმული კითხვა არის ხოლმე ჩვენთან page-ზე დასაჯავშნათ, რომ ბავშვებისთვის თუ გაქვთ მაფია და კი თუ მოხვალთ და დაჯავშნით თლიან მაგიდას არასრულწლოვანების. აბა ეხლა 30 წლის ხალხთან ვერ ძალიან ხშირად არის ხოლმე დაბადების დღეს იხდიან ხოლმე, მოდიან თამაშობენ, წვენები, ბარი არის, კარგი გარემოა, PlayStation-ები არის, ბილიარდები არის და ძალიან უსწორდებათ რა. კარგი დანერგილი პრაქტიკა არის რა. დაბადების დღეები. ბავშვების სკოლიდან ერთხელ მასწავლებელმა მე-9 კლასელები, მე-10 კლასელები, მე-11 კლასელები, მე-12 კლასელები რიგრიგობით მოიყვანა რა და ძალიან მაგარი აქტივობა იყო და მე მეძახდნენ მაფია მას. მე ვიყავი მაფია მას, ბიჭო, გავავშტები. მეთქი რა დამიძახეთ? და ვიდეოც მოხდა გადაღებული რომ მეძახიან მაფია მას. აკარჩოს. ლეთიკოლელია. ხო, ძალიან მაგარი არის და ისე მაგრად თამაშობდნენ ბავშვი. სასკოლო ლიგა ხო არ გავაკეთოთ მაფიას. და თბილისის უბნების თემკა versus გოლდანი? მაფია? აბა რა. მე თემკის სახელით გამოვალ და ვიასპარეზებ. მე დაჭრები და რაღაცეები რო იყოს, მე არ. ყველას დავჭრი რა პრობლემა. არა, შიდოვიანი მოქალაქეები ვართ. ხო, გვინდა რომ საქართველოს ჩემპიონატი ჩავატაროთ. როგორც ასე მინდა რომ დავიწყოთ თბილისის თასით რა და ეს საქართველოს სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაციის ეგიდით ჩატარდება ეს ტურნირი, რომელსაც დიდი ორგანიზება ჭირდება და კი, ყველაფერი იქნება რა. ყველაფერს მოვასწრებ. აი დამცხა აქ სადღაც. შენი დასაორგანიზებელი იქნება. ხო. მე თუ თემკა მოიგებს, დავარგამე, მე მაგას ჩემ თავზე ავიღებ. იაკუძას ახალი კარტი გვაქვს და ძალიან მაგარი არის. ქართშოპჭიზე შეგიძლიათ შეიძინოთ და მინდა რომ აქ მერიან მეფის 31-შიც განვათავსო ბარში და გავყიდოთ. და შეგიძლიათ მოიგოთ ეგ კარტი. ეხლა გვაქვს ნიმების კონკურსი და გათამაშება, აბა? და მან კიდევ ერთი პრიზი არის მაფიის თამაშები უფასოდ. 10 თამაში რა. ჩვენთან გათამაშე. შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩვენს ჯგუფში ქართული YouTube-ის მაფია. აი აქ ამომინანთებს ჩვენი საყვარელი არტურა. დაემატეთ და ნებისმიერ თემაზე გააკეთეთ მიმი, რამე სახალისო, დააწერეთ ქართული YouTube-ის მაფია. და მიიღეთ კარტი რა. კონკურსში მონაწილეობა. გარეკანსაც უცვლით. შეცვლილი არის უკვე რა, თუ თქვენ შეიძენთ ახლა, იქნება ახალი შეფუთვით რა. კარტებიც ძალიან ბევრი იუთუბერი დაემატა რა. მეორე მხრიდან. მეორე მხრიდან. არ გავხსნი საერთოდ რა. შენ გაჩვენე.
მე ჩემი თავი უკვე ამოვიღე კარტიდან და წავაცუცულე სახლში. მარტო შენი თავი წაიღე, მეღადა. არა, შენ წაგიღე, ლენკა წავიღე, კოპალა და ელოშა და რა კოლეგი. გეხუმრები, მთელი კარტი წავიღე. მარტო მარტო ჩემ თავს წავიღებდი. ეხლა ვანახოთ ისა. და შევცვალე. სლენდერაც დაემატა. კიდე ეს ყავს შოგუნი. AI-ის კარტებიც არის მეგობრებო აქ რა და არის იუთუბერებიც ერთად და ჯამში ღირს 35 ლარი. გაიზარდა რაოდენობა კარტების და წესებიც ჩამატებული არის და ცხოვრებაც გაძვირდა. ხო, ანუ მაგარია. თქვენ ამ კარტის ყიდვით აფინანსებთ G2-ს მოგზაურობას სიცილიაში? არა, არ ვფიქრობ ესე. და დამატებით $99,000 კიდე დაგჭირდება. მოიცა, ჩემ თავსაც განახებთ რა. მე რაღაც დამავიწყდა რა. თან გითამაშია მაფია. თუ პატიოს, აი როლს გააჩნია რა. ჩემი მეგობრები თუ არიან ჩემთან ერთად გუნჯი, გინ მაფია ვიყო, გინ პატიოს არის, შევჭამ ნებისმიერს. მეგობრებში გულისხმობ, ელოშა, ლენკა, კოპალა და ჩვენები რა, ეხლა რა ვქნავ მეგობრებს. ელოშამ და ლენკამ დაამოღაბეს ძალიან მაფიის თამაში რა. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. იმდენი თამაშია თუ წაყვანილი. წაყვანილი რომ და ნათამაშები რომ მე მგონი მე გადამისწრეს რა. და მაგარი არის. შენი აზრით ვინ არის ყველაზე უნივერსალური მოთამაშე ჩვენი პროექტიდან? აი ყველა როლში რომ მაგარია რა, ყველა როლში. ყველაზე რთული არის ზოგადად მაფიის და ცუდი კარტიდან თამაში, მაგრამ ეხა უკვე იმდენად აღარ არის. არა, ჩემთვის ეხა უფრო მარტივია. ეხა უფრო მარტივია, იმიტომ რომ ვიღაც იაპუძობას შეტენი რა. მაგრამ აი უნივერსალური მოთამაშეები ჩამოთვალოთ, რომ აი კარტოს რო აიღებს, ვიცი რომ კარგად ითამაშებს. რა შედარებით რა? ლაშა. ლაშა ძალიან უნივერსალურია, კი მეტყვი გეთანხმებით. სულ ყოველთვის მეშინია რომ ეს მაფია არ იყოს თუ დეტექტივი არის რა და არასდროს არ ყოფილა რომ მე ლაშისთვის დავეჯერებინა. არასდროს. მე უჯერებ ხოლმე. მაგრამ რა წინაზე დაუჯერე? წინაზე დაუჯერე. უჯერ არ გასულა. წინაზე დაუჯერე. ჯერ არ გასულა. მე ჯოჯი ვარ, მე დავიჩაგრე უცებ. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვისთან ერთადაც გითამაშია მაფია? ანუ მაფია თავიდან ონლაინში რო კოპალ შენ გარდა. თავიდან ონლაინში რო ქონდა სეზონები, პერიოდი იყო ესეთი, როდესაც მაფია შეწყდა რა. საახალწლო პერიოდი იყო რა. და ან როგორ იყო იცი რომ უკან იყო წასული სიტუაცია, ყველა დავიკიდეთ, არც სპონსორი არ ყავდა, არც არაფერი რა. და უცებ მომდის Instagram-ზე მესიჯი. ვისგან? ერთი ადამიანისგან. მაფიას რატო აღარ აკეთებთ რა? და მეცქი რატომ წერ? და იმის მერე თამაშობდით მაფიას. თუ ვინ იყო ეს ადამიანი? კვარა. და მეცქი ოღონდ შენ მოდი და დღესვე გავაგრძელეთ ის ხო რა და მე გავაგრძელეთ და ლაივებიც ჩავატარეთ და ასე ანუ მოვიდა არის თქმა გინდა. იქნებ მოვიდეს. იქნებ თლიანი ნაკრები, იქნებ ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ეს ხალხმა არ იცის რა, მაგრამ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯები იყო, რომ თუ არა, როდესაც ჩვენ გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე, ნაკრების მაფიას გავაკეთებდით. თუმცა ჯერჯერობით ვერ მოესწრო, ვერ გაკეთდა და იმედი მაქვს, რომ მომავალში, თუნდაც ამ სეზონშიც ამას გავაკეთებთ რა. მე მგონია რომ ოიჭველი გავაკეთებთ რა. კი, დიმა ამბობს ხოლმე რომ ბიჭო, ნახე, იმათ ევასებათ მაფია ჩვენი გინი გვევასებიან და რა გვიჩლის ხელს, არც არაფერი, მხოლოდ დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან, ანუ ერთ რაღაცას გეტყვით რა, აი ევროპის ჩემპიონატზე გავედით და 2 დღის შემდეგ Discord-ში ვთამაშობ მაფიას არ თამაშობ, მიმყავს ნაკრების 11-ეული. არც იქ გადამაშე მეგია. აი მან გამოვშტერდი. აი ჩამოგვითვალე ვინ თამაშობს, მაგრამ მე მახსოვს შეიძლება თქვა ჩემზეც რაღაცა. მე მახსოვს სხვათა შორის ძალიან კარგად თამაშობს ყვარა რა. მართლა კარგად იხსნება ხოლმე true detective-ად და ასე შემდეგ. მაგარი გაწაფულია. ზურიკო არის ძალიან კაი პატიოსანი, იმიტომ რომ აი ეგრევე გარწმუნებს რომ პატიოსანია და მაგარია რა.
დანარჩენებთან მე მგონი მე არ მითამაშია, მაგრამ ლორიაზე ამბობენ ხოლმე რომ წამყვანია ძალიან მაგარიო რა და თავისი სლედერაც ყავთ. ხო, ეგ რო ნახე ვაფშე პიკი იყო რა. წიტაიშვილი არის ხოლმე სლედერა როგორც გელოთ. ხო, და მოკლედ, რა ვიცი, აქედანაც თუ გინდათ დაპატიჟებულო, არ გინდათ ვიცი. მაგრამ დაპატიჟებულები ხართ. ვაუ. მაყურებელს ხშირად აინტერესებს ხოლმე, რომ სად შეიძლება რომ რაღაც კიდევ მაფიის თემაზე ისაუბროს. ეს არის ჯგუფი, Facebook-ი, ეს არის G2G-ს page-ი, წიჭკიანი. კიდევ რა გვაქვს? G2G-ს გადაწყვეტილებით გვაქვს მილიონი არხი, რომლის წინააღმდეგიც ვართ, მაგრამ 1-3 TikTok არხი გვაქვს. 5, აი, არ ვიცი, ყველაფერი ჩვენია რა. სადაც გინდათ დაგვემატ. მაფია რაში ცურევია ყველაფერში. აღწერაში არის ხოლმე ყველაფერი აბსოლუტურად. ფედერაციის page-ი, TikTok-ის ინტერვიუები, შენ TikTok-ის. ჩემი TikTok-ი რო გამოიწეროთ, Mafia Night in Real Life რა. მან შიტპოსტერობ ძალიან ხშირად. აირელი. თუ გინდათ მეგობრებო, მაფიაში უფრო აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა და თქვენი აზრები დაწეროთ ასე შემდეგ, გვაქვს ჯგუფი ქართული YouTube-ის მაფია, აუცილებლად დაემატეთ, მაგარი პოსტები იდება, მაგრად მევასება. G2G-ს Facebook-ი გამოიწერეთ, Instagram-ით გამოიწერეთ, Mafia Game და Mafia-ის game და Mafia Night და ყველაფერი ჩვენია, მაგრამ ეს სოციალური ქსელები ყველა იქნება აღწერაში და რაც არ არის აღწერაში, ჩვენი არ არის. გქონია ესეთი სახალისო რაღაცეები, როდესაც ჩვენთან ფილიალში მოსულან და რეალურად დაჯავშნილი გვაქვსო, მითხრეს და არ ხონიათ დაჯავშნილი რა, იმიტომ რომ ისამართი შეეშალათ. მე მივესალმები. მეც ძალიან. ბევრ კლუბებს მაფიისას. ძალიან. მაფიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ძალიან კარგია. და მინდა გთხოვოთ და გახსოვდეთ, რომ პატივისცემა გქონდეთ და გახსოვდეთ თუ რატო შეიქმნა მაფიის პროექტი რა. რატო შევქმნილი მაფიის პროექტი, აი მაგას ეცით პატივი. თუ გსურთ რომ ვითანამშრომლოთ და ვიმეგობროთ. კლუბებს მიმართავს თუ ვერ გაიგებთ. აუცილებელი არის ეგ. რა თქმა უნდა, ყველაფერთ ხელი ეწყობა მაფიის განვითარებას და უფრო მეტმა გაიგო მაფიის შესახებ და მეც ეძლევა შანსი რომ ითამაშოს, მაგრამ თუ მაინც G2G-ს სივრცეში გინდათ თამაში, ეს არის ფულუმ მაფია მხოლოდ. ერთ თემას გამოვეხმაურები, ნუ ჰაიპი და რაც ასე ვთქვათ, გაპიარებული არის, ყველას უნდა რომ იგივე გააკეთოს რა. მან არის ძალიან ბევრი დამიკავშირდა, რომ აი ფილიალები გავაკეთოთ, ფრანჩიზა გაყიდე, რაღაცა დაგვეხმარე, გაგვაპიარე, რაღაც. ნახეთ, მან არის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი თემა რა. მე პასუხისმგებელი ძალიან დიდ რაოდენობა შემთხვევებში ვერ გავხდები იმაზე, რომ პასუხისმგებლობა ავიღო, რომ იმ სივრცეში რამე ისეთი არ მოხდება, რაც მე არ მომწონს. იმიტომ რომ ეს მაფია თქვენ რა სტილითაც მოგწონთ, ეს არის მთელი ჩემი პოლიტიკა რა, ჩემი მიდგომები და ჩემი გაკეთებული ამბავი რა და სხვა ადამიანები, როდესაც ამას აკეთებენ, თან ჩემს გარეშე ჯერო შექმნიან და მე გაუშვებენ რა, თავიდანვე რო არ ვარ მე ჩართული ამ პროცესში რა, ძალიან რთულია რომ მე მაგაზე პასუხისმგებლობა ხო, ეგ ლოგიკურია რა, არც უნდა იყო რა. იცოდეთ, მე მივესალმები, თუმცა მაგ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. აი ვიღაც რომ მოვიდეს და შემოთავაზოს წინასწარო, მოდი ბათუმში გავხსნათ მაფიის ფილიალი. თუ ჩვენ მივახცევთ იმ შეთანხმებას, რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც მაფიის ფილიალს სჭირდება, შესრულებული იქნება და მომავალშიც შესრულდება, შესაძლებელია ამაზე დალაპარაკება. თუმცა უკვე გახსნილ ფილიალებზე მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ხვდებით ხო ალბათ? კი. მე ხვდები. გასწრები? მე მინდა რომ უცხოეთშიც კი გავაკეთოთ მაფიის ფილიალი. მეც ძალიან მინდა. მე ვიქნები უცხოეთის ბრაჯის წამყვანი. სიცილიაზე. ეგრევეა. ტემპი და პირდაპირ იტალიაში წავა. მაფიის პროექტში არის ჩადებული ძალიან დიდი რესურსი რა. უკვე მე-5 სეზონია და 5 სეზონამდე თუ არ ვცდები 3 სეზონი გავაკეთეთ თუ 2 უდიდესი სეზონი გავაკეთეთ ონლაინში რა. ონლაინში ჩვენ რო ვაკეთებდით ელემენტარულად მე ჩემი მიდგომა იყო ასეთი რა, რეკორდებზე ხსნიდა YouTube-ისას რა. მაგრამ ჩემი მიდგომა იყო ასეთი, რომ
სპონსორი არ უნდა ყოლოდა მაფიას რა. რომ ყველა ადამიანი ვინც მაფიაში მოვიდოდა, გამხდარიყო პოპულარული და მე თავიანთ არხებზე ეშოვათ ასე ვთქვათ სპონსორი რა. იგივე მეც სხვა პროექტი მქონოდა ჩემ არხზე, არა მაფია და იქიდან ყოფილიყო შემოსავალი რა. მაფიაში ძალიან ელემენტარულად მონეტიზაციასაც კი ვთიშავდი ხოლმე თავის დროზე, რომ მაყურებელს არ შექმნოდა რაიმე დისკომფორტი ყურების დროს. და ასეთმა დეტალებმა შექმნა ის შოუ და ის პროექტი, რაც ახლა არის რა. ასე რომ ძალიან დიდი რესურსი არის ჩადებული როგორც ადამიანური, ისე ფინანსური და ამის დამსახურება არის, რომ დღესდღეობით მაფია არის წარმატებული პროექტი, უკვე მეხუთე სეზონი არის და ამისთვის ჩვენი სპონსორები მე მგონი უნდა არ ვართ ვალდებულები რომ ამ პოდკასტში ჩავსვათ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აიც ვალდებულები ვართ, იმიტომ რომ რო არა ეს სპონსორები, აი მაგალითად ბეტსონ სპორტი რო არ იყოს ამ პროექტის სპონსორი, მაფია არ იქნებოდა რა. იმიტომ რომ ძალიან დიდ ხარჯებზე არის დამოკიდებული, ძალიან რთული არის ეს ხარისხი დადო და ესეთი ხარისხით გადაიღო და დაამონტაჟო და 12 ადამიანს ხილი მიკროფონი ეკეთოს და მე ედიტში კარგად ისმოდეს ხმა და ასე შემდეგ რა. და ბევრი ადამიანი მოიწვიოს სტუმრად და პლუს საპრიზო გქონდეს და ასე შემდეგ რა. ბევრი რაღაცეები არის. ასევე უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ბენედიქტ ილერს, რომელიც უკვე მესამე სეზონია ჩვენთან არის და ჩემი საყვარელი მაფიოზური ლუდი იქცა რა, ლუდად იქცა. ჩემს საყვარელ ყავაზეც რო 1-2 სიტყვა თქვა. Starbucks-ი ანანო დაასპონსორეთ. არ მინდა იყოს. ჩემი მიდგომა არის ხოლმე ასეთი რა. ძალიან გთხოვთ, აქაც დავლე გადაცემაში მომიყვანეთ ხოლმე და გადაცემაში დავლე. ჩემი მიდგომა არის ხოლმე ასეთი, რომ თუ მაფიაში შემოდიხართ სასპონსორად, ვიფიქრეთ იმაზე, რომ სხვა იუთუბერებთანაც შეხვიდეთ. შემოდით ქართულ YouTube-ში სასპონსოროდ, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო ადგილი რეკლამისთვის. სულ ეს არის ხოლმე ჩემი ასე ვთქვათ მიდგომა და მე შემდეგ ვიდეოში ლუდისას გავსინჯა ლუდისას ჩიპსს, რომელიც არის მართლა უგემრიელესი ქართული ჩიპსი. დედას ვიცა არ მეტი აგიტყვა ძმაო. შემოგვიერთდა და ეგეც ძალიან ასეთი რაღაცა. თუ ხრაშახრუჟით დავდივართ მთელი სტაფი. ხდება ხოლმე რა და ძალიან კარგი არის და იმედია რომ სივრცეშიც მალე შემოვიდანთ და ნებისმიერ შეგეძლებათ აქ მირიანების 31-ში და მესამე ჟღერადის 92-ში იყიდოთ ხოლმე ლუდისა და ჩაახრამოთ ტალღოვანი პრემიალური კარტოფილისგან დამზადებული პირველი ქართული ტალღოვანი ჩიპსი. არა ღმერთო. ნახე რა. კიდევ მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ახლა სამადლობელი გვაქვს კატანებს, რომლებმაც ძალიან მაგარი ასე ვთქვათ, ვაიბი შემოიტანა სივრცეში, რომლებიც დამალული ერთი-ორი კაცი წამოიგო მაკატანებს, მაგრამ ნიჩიო. ვიღაცებმა თითები დაკარგეს. მხოლოდ თითები ჯერჯერობით. და იმიტომ არავის შემთხვევით არ მოიწრია. რაც არ უნდა მოიჭრა? ალესილი არის კომპანია, სადაც შეგიძლიათ რომ ნამდვილი ხელნაკეთი კატანები შეიძინოთ და სხვათა შორის ფინალში თავის რჩეულს აჩუქებს ხელნაკეთ რაღაც VIP კატანას რა. ძალიან კაი, მე მაქსიმალურად ვეცდები რომ მოხდე მაშინ ფინალში ძალით. ლუდისა ფინალში 2000 ლარს აჩუქებს თავის რჩეულს. ჩიპსი მერჩევნია? ჩიპსებიც გექნება ისე. გაიხარეთ. მე იქამდე უნდა ვიარო, მოკლედ, რომ სანამ მაზულს არ ამოგიყვან თვალებში. კიდევ რა გვაქვს? მანგამუნი. აუ სივრცე უძალმაგრესად მოაწყო მანგამუნმა და მათი პოსტერები არის ულამაზესი. აი როგორც კი პირველად ვნახე ბესარიან ჟღერადზე, ლუცუბიძეზე რო გავაკეთებინეთ და unboxing-ი რო გავმეთქი, მეორე ფილიალთანაც ხო ითანამშრომლებთ თქო რა და კიო რა თქმა უნდა და აი ძალიან გვეხმარებიან, ძალიან პროფესიონალები არიან და უნიკალური პროდუქცია აქვთ რა, ეს რაღაც 3D ხეში ნაწარმი არის ძალიან მაგარი და მაგრად მომწონს რა. გაფორმებები არის როგორც ჯითუს ქურდის თემაში, სტუდიაში, ასევე მაფიის ოთახში და ძალიან მაგარია. ამ ვიდეოთი გიორგის ყველასთვის მადლობის გადახდა უნდა და თქვენთან ლაპარაკი, თავისი გულის ტკივილის და მოლოდინების და იმედების გაზიარება. შემდეგი პოდკასტები ძალიან საინტერესო გვექნება. ბევრ ადამიანს გავიცნო, ეს არისო დიდი ბოდიში, ჩემი რო ყოფილიყო საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, დაწერეთ გულები კომენტარებში, ჯითუს ფუ დაუწეროთ და წაეროთ გადმომიფორმოს თავისი არხი. შემდეგში მართლა ძალიან საინტერესო პოდკასტები გვექნება. ეხა გავუძელით რამენაირად. კარგად. დაიყიდე რა. აი გააპიარეთ მაფიის ღამის არხი. აი აქ. ნახე YouTube-ი?
აი აქ უკვე ამოვიდა, შეხედე, აი ეს არხი და გადადით და მინდა ძალიან რომ 100,000 გამომწერზე ავიდეთ. Dark Flash-ის არხი არის. არა არის, მაგრამ